გულწრფელად რომ გითხრათ პერსონალიების გარჩევით არ დავკავდებოდი და რატომ. ძალიან მაინტერესებს იმ გარემოში, სადაც ქვეყანას არ აქვს ორი ფუძემდებლური დოკუმენტი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და მეორე არის რისკების შეფასების. ანუ ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა, კონცეფცია მიღებული იყო 2011-ში, ანუ თანამედროვე პირობებში ჩვენ არ გვაქვს ორი ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვროს ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე, რა არის საფრთხე და რა არის რისკი. ასეთ პირობებში როგორ მუშაობს კონტრდაზვერვის სამსახური და როცა ჩვენ ვისმენთ შეფასებებს სუსის მხრიდან რომ მოწინააღმდეგე თუ კეთილის მოსურნე რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით ვის რა ქვია, მაგრამ ინსტიტუტებს რა სახელმძღვანელო დოკუმენტები აქვთ ამ მხრივ. ეს რა თქმა უნდა კითხვას აჩენს. ეს ერთი გარემოება, ანუ ეს არის ალბათ მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ. გარდა მაგისა, ქვეყანაში სადაც საერთოდ ინსტიტუციური დისფუნქცია არის და ჩვენ ნახეთ რომ დაზვერვის სამსახური შეეწირა პარტიულ ინტერესებს და სუსმა შთანთქა ის პრაქტიკულად, მე მაღალი ეჭვი მაქვს ვივარაუდო რომ კონტრდაზვერვის სამსახურს, რომელსაც სწორედ აი ასეთი საქმიანობის წარმართვა ევალება, ასევე შეიძლება კონიუნქტურულ ინტერესებს ემორჩილებოდეს. და კიდევ ერთი მთავარი კითხვა ალბათ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და შესაბამისად ჩვენ გვაქვს სამართლის უზენაესობის მტკიცე განცდა დეფიციტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქნება ეს ბატონი ცხილაძე, ხო, თქვით, მერე ჩიხლაძე ეს გვარი გაჟღერდა. მათი თანაშაულისა ან უდანაშაულობის შესახებ მსჯელობა ყოველ შემთხვევაში ძალიან რთული არის ასეთი კონიუნქტურული ვითომ უსაფრთხოების გარემოს პირობებში. ამდენად, სანამ სისტემური საკითხები არ მოგვარდება და სანამ ჩვენ დარწმუნებული არ ვიქნებით, რომ ის მოქმედებები, რაც ხორციელდება, უშუალოდ იმ მიზანს ემსახურება, რაც უნდა ემსახურებოდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მიუხედავად იმისა, რუსეთს ემსახურები, შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, ირანს თუ ისა, მაღალი ხარისხის ეჭვი შევიტანოთ ამა თუ იმ მოქმედების მიზანშეწონილობაში. აი, როცა თქვენ თქვით, რომ შესაძლოა სხვა ინტერესებს ემსახურებოდეს, რა აქ პარტიული ინტერესი იგულისხმება თუ კონიუნქტურული ინტერესები ახსენეთ და ეს დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ და არა პირველი წელია და არა მეორე წელია რომ ინსტიტუტებმა დაკარგეს თავისი ფუნქციური ქმედუნარიანობა და ავტონომიურობა და პრაქტიკულად გავიდნენ კანონის მოქმედების არეალიდან და დაექვემდებარებიან ვიწრო პარტიულ ან ვიწრო კლანურ ან ვიწრო პარტიული პიროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნიადაგზე და ამ გარემოში მაღალი ალბათობის ეჭვი შეგვიძლია შევიტანოთ ამა თუ იმ დაკავების ან დაპატიმრების მართლმსომიერებაში ან კანონიერებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა განისაზღვროს ჯერ სისტემას შემქმნელი საკითხები, სისტემას შემქმნელი საკითხების განსაზღვრის შემთხვევაში, ანუ კონცეპტუალური დოკუმენტები, ინსტიტუტების აღდგენა და მართლმსაჯულება, ნორმალურად ფუნქციონირებადი მართლმსაჯულება, როგორც გარანტია, თუნდაც დანაშაულში მხილებული ან უდანაშაულო პირის უფლება-მოვალეობების თავისუფლების დაცვისა, აი ამ პირობებში უკვე ჩვენ შეგვიძლია შედარებით უფრო კვალიფიცირად ვიმსჯელოთ, ვინ დააკავეს, რატომ დააკავეს და ემსახურებოდა თუ რეალურად ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს. აი ასეთი ინფორმაციის გავრცელების დროს მოქალაქეებმა რამდენად უნდა ვიცოდეთ, ან არის თუ არა საჭირო მათი მხრიდან ამ ინფორმაციის მოწოდება, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებს ემსახურებოდა ესა თუ ის პირი. რადგან მაგალითად წინა შემთხვევაში ღიად ითქვა უკვე პოლიტიკური თანამდებობის პირისგან, რომელიც სუსის უფროსის პოსტს იკავებდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი დიდი ევროპული სახელმწიფო და იქ ჩანდა ასევე პოლიტიკური მოტივიც, რატომაც ითქვა ეს ასე. მაგრამ ამ შემთხვევაში აქ არაფერი არ თქმულა და ასევე გაცხადების დროს ითქვა, რომ არასამთავრობოს წარმომადგენელია, აქაც სოციალურ ქსელში თუ შევხედავთ, დაინახეს აქაც რაღაც მიზანი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯი შელახული იყო, რადგან ყველა ვივარაუდებდით, ვისზე შეიძლებოდა ყოფილიყო აქცენტი. ხედავთ თუ არა ამ განცხადებებშიც манипуляციის მცდელობებს, ან სიტყვებით, ან ართქმული სიტყვებით. რა თქმა უნდა, საინტერესო არის. რა თქმა უნდა, საინტერესო არის მედიას გადმოსახედიდან. რა თქმა უნდა, საინტერესო არის ჩვეულებრივი მოქალაქის გადმოსახედიდან. რისთვის და ვის და რა მასალას გადასცემდა, მაგრამ მე მაინც თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ ყველა ამ კითხვაზე კვალიფიციური, სრულფასოვანი და ობიექტური მსჯელობის საშუალებას ძალიან მნიშვნელოვან დათქმებს დაუქვემდებარებდი. ვიმეორებ, როდესაც არ არსებობს წყობრად ჩამოყალიბებული სისტემა, თუმცა აი ბოლო დასკვნითი ნაწილი, რაც თქვენ თქვით, რომ სამოქალაქო სექტორზე და ევროპულ ქვეყანაზე ინფორმაციის მიწოდება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ჯდება იმ საერთო სურათში,
რომელიც გარკვეული იდეოლოგიური საფუძვლის თუ ძალამძღვრების შემზადებას ემსახურება უკვე კარგა ხანია და რამდენიმე წელია და განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრის შემდეგ და ეს ნიადაგის შემზადება ჩემი აზრით ემსახურება ერთ მთავარს რომ ქვეყანამ დაადეკლარიროს არა მარტო მისი საშინაო პოლიტიკის შეცვლა, არამედ საგარეო პოლიტიკის შეცვლა. ეს დროში როგორ მოხდება, რა ფორმით მოხდება, რა შინაარსით, ამაზე ჩვენ გვიმჟელია არაერთგზის, მაგრამ ეს არის ალბათ ამ ერთიან ხელწერაში მოქცეული სურათი და ეს აქცენტები რაც გაკეთდა, ალბათ ამას ემსახურება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ აქცენტებზე სრულფასოვანი მსჯელობა არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგადად არის უნდობლობა გამოძიების, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობისადმი. ეს მიუკერძოებლობა და ობიექტურობის დეფიციტი განპირობებული არის იმ შესავალი ნაწილით, რომელიც უკვე ვახსენე. კი ბატონო, მე მინდა გადავიდეთ თქვენ ორგანიზაციას, თქვენს ინიციატივას ასევე აქვს შეხვედრები და როგორც ვიცი, ხვალ ზუსტად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაზე გაქვთ მსჯელობა ამ სფეროს წარმომადგენლებთან. აი, როცა უსაფრთხოების პოლიტიკაზე ან ზოგადად უსაფრთხოების სისტემაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად ბრალდება რაც გვესმის. ბრალდება კი არა, უფრო უკმაყოფილება, რომ მის მიმართ ნდობა არ არის და რომ პოლიტიზებულია, თუნდაც უწყება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს. მაგრამ თქვენ რას ხედავთ მაინც უპირველეს ამოცანას რაც უნდა დაისახოს მიზნად ხელისუფლებამ იმისთვის რომ უსაფრთხოების პოლიტიკა არსებობდეს და ასევე აი ამ უსაფრთხოების დამცველი ორგანიზაციის თუ უწყების მიმართ არსებობდეს ასევე ნდობა. შეიძლება კომპლექსური საკითხია და ბევრი მიმართულებით მუშაობა სჭირდება, თუმცა რა აქვს მაინც ამ სისტემას მთავარი პრობლემა? მე მაინც დავიწყებ პირველი საკითხით, როცა თქვენ ახსენეთ ეს შეხვედრა და ეს არ არის პირველი შეხვედრა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. ასეთი შეხვედრები ემსახურება ორ მთავარ მიზანს. ძალიან მოკლედ ვეცდები ჩამოვიყალიბოთ ჩვენი მიდგომა. პირველი არის რომ ემოციური ბმა და კავშირი დავამკვიდროთ ჩვენს მხარდამჭერებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც სიმპათიით არიან განწყობილი ინიციატივა ჯერ საქართველოს მიმართ და მეორე გავუჩინოთ მათ თანამონაწილეობის გზნობა. არაერთი ეთერის მეშვეობით მე და ჩემი კოლეგები ვსაუბრობთ ქვეყანაში თანამესაკუთრეობის აღდგენაზე. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი არიან არა სტუმრები, არამედ მასმისლები. აი დაახლოებით ესეთი მოდელის შექმნა გვინდა ჩვენ ჯერ კიდევ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც არ არის დარეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პარტია, რომ არც ერთი მოსაზრება, არც ერთი შეფასება, რომელიც ღირებული არ არის, არ ჩაიკარგოს და შესაბამისად ნებისმიერ წერს თუ მხარდაჭერს გაუჩნდეს თანამონაწილეობის გზნობა. ეს საკმაოდ რთული სამუშაო არის, მოითხოვს ძალიან ისეთ სკრუპულოზურ დისციპლინას და ბიუროკრატიას, მაგრამ ეს ბიუროკრატია დისციპლინა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ვისწავლოთ ურთიერთობა და მართვა. და ჯერ საქართველოს პროექცირება მოახდინოს საკუთარი თავისა, როგორც ურთიერთობების მართვის, სტაბილურობის, პროგნოზირებადობის და პასუხისმგებლიანი სუბიექტის მხრიდან მიდგომისა. ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანი არის, რომ სიმართლე რო გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოშლილი გვაქვს სახელმწიფოში კოლექტიური თამაშის წესები, მაგრამ სწორედ ოპოზიციაში ყოფნის პირობებში გვინდა ჩვენ დავამკვიდროთ გარკვეული მიკრომოდელი სახელმწიფოს მართვისა, რომ შემდეგ, როდესაც ჩვენი იმედიას საგრძნობი მნიშვნელოვანი ხმა მოგვენიჭება იმ პოლიტიკურ მრავალხმიანობაში, რომელიც უკვე ქვეყნის კურსის განსაზღვრით იქნება დაკავებული, იქ გადავიტანოთ ჩვენი ხელწერა და იქ გადავიტანოთ ჩვენი სტანდარტი. ამიტომ პროექცირება სტაბილურობისა, პროექცირება პროგნოზირებადობისა, პროექცირება იმისა, რომ შენ არ ახარ მოხმარებელი, არამედ თანამონაწილე ხარ ჩემთან ერთად პროცესის, ალბათ ეს ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის და ეს მარტო მხარდაჭერებისადმი არ არის გაკეთებული გზავნილი. ეს მათ შორის არის ჩვენი მხრიდან გზავნილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დეზორიენტირებული ამორჩევლის მისამართით, რომ აი სტაბილურობა, პროგნოზირებადობა, კომპეტენცია, ღიაობა და კვალიფიკაცია ეს არის ჩვენი შეთავაზება. ასევე ეს არის ჩვენი ხელწერა, რომელიც ეფუძნება ღია შეთავაზებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ, უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, აკადემიური წრეების მიმართ, მედიის მიმართ და მისამართითად ბიზნესის მიმართ, რომ ბატონებო, სწორედ ასეთი მიდგომით ჩვენ ხელს შევუწყობთ თქვენთან ერთად თქვენი როლის, ფუნქციის და ღირსების აღდგენას, მაგრამ ეს მოხდება არა ხელისუფლებიდან ნაბოძების ჟესტის შედეგად, არამედ ურთიერთობებში ორმხრივი სწორად განსაზღვრული თამაშის თუ ურთიერთმოქმედების წესების დამკვიდრების შედეგად.
და თქვენ ვიდრე ოფიციალურად ინიციატივა იქცევა უკვე პოლიტიკურ პარტიად, თქვენ მანამდე უკვე აყალიბებთ პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებით, ხო? თავისთავად ცხადია. გარდა იმისა, რომ აი უსაფრთხოების პოლიტიკაზე რა კითხვაც მქონდა, არ მინდა რომ დაგვრჩეს. აი ახლა ხო, თქვენ რა პრობლემებს ხედავთ აქ? და როგორ პოზიციას ჩამოაყალიბებს თქვენი ინიციატივა აი ამ კონტექსტში? ზოგადი გზავნილი, რომელიც გამოარჩევს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ სუბიექტს არის უსაფრთხოების სისტემის დეპარტიზაცია და დეპოლიტიზაცია. ეს არის ორი ფუძემდებლური პრინციპი ინსტიტუციურ საწყისებზე უსაფრთხოების სისტემის გადაყვანა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რუსუდან რომ გამუდმებული სვერპლის კომპლექსის მოშლა და ამოშანთვა ისი მოწმენი ჩვენ ხვდებით ბოლო წლების განმავლობაში, როგორც მართველი პარტიის მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრული პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი და ერთ-ერთი შედეგი. ჩვენში გულისხმობთ მეორე მხარეს მოსახლეობაში ზოგადად, მოსახლეობაში, იმიტომ რომ კომპაქტურ ქვეყანას და მე ყოველთვის ამ ტერმინს ვიყენებ, ვინაიდან კატეგორიულად ვერ მივიღებ ტერმინს ცირერიცხოვანი ქვეყანა. კომპაქტურ ქვეყანას, რომელიც ასეთ რეგიონში არის, რომ არა პროაქტიურობა, რომ არა საკუთარ თავში დამაჯერებლობა, რომ არა ჯარის, ხელისუფლებისა და ერის ერთიანობა, რომ არა გარკვეული ემოციური ბმა და თანამონაწილეობა ახალი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის შექმნაში, რა თქმა უნდა, სხვაგვარად დასახული მიზნების მონაწილეობა მიღწევა არის შეუძლებელი. გარდა მაგისა, უსაფრთხოების დოქტრინაში ხედვაში უბრალოდ რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ და რომლის განხილვა სწორედ თვალ იქნება ჩვენ სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემებს განვიხილავთ. ეს არ არის მხოლოდ ნატოზე ორიენტირებული კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, არამედ ჩვენ საკმაოდ ბოლო პერიოდში პოპულარიზაციას უწევთ რეგიონულ საფრთხეებზე და რეგიონულ რისკებზე დაფუძნებულ კოლექტიურ სისტემებს, იმიტომ რომ მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ კონცეპტუალური მიდგომა ერთი ფლანგი, ერთი საფრთხე და ერთი პასუხი ალბათ თანამედროვე სამყაროში, როცა ჩვენ რეგიონულ დახსელვაზე ვსაუბრობთ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების კუთხით, შეიძლება იყოს უფრო ეფექტიანი და ჩვენთვის უფრო საინტერესო. ეს და სხვა საკითხები, არა მარტო ემოციურ ჭრილში, არამედ პრაქტიკულ ჭრილში, მათ შორის იქნება ხვალინდელი შეხვედრის განხილვის საგანი. გავიმეოროთ, ან ვერ დაგეწიათ, ანუ ერთი საფრთხე ერთი ფლანგი ეს არ არის საინტერესო თუ პირიქით საინტერესო? არა, ეს არის ჩემი აზრით ყველაზე ჯანსაღი შემაკავშირებელი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემებზე, ანუ ერთი ფლანგი, ერთი საფრთხე, ერთი პასუხი. კი ბატონო, და ხვალ გექნებათ მსჯელობა. როდის იგეგმება უკვე ოფიციალური, ასე ვთქვათ, პარტიად ქცევა თქვენი ინიციატივისა, რა ეტაპზეა ეს პროცესი? ალბათ ეს ინფორმაცია გარკვეულ ექსკლუზივს იძენს ახლა ამ ეთერში. ჩვენ ვგეგმავთ და განზრახული გვაქვს, რომ 21 ივნისს მოხდეს პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს დამფუძნებელი ყრილობა. ეს არის ის თარიღი, რომელიც ჩვენ გავსაზღვრეთ და მოძრაობთ მაგ თარიღის მისამართით. ანუ დაახლოებით 20 დღეში. დაახლოებით 20 დღეში. კი ბატონო, ბატონ ვიქტორ, გითხარით რა არის ამბიცია თქვენი პოლიტიკაში? ჩვენი ამბიცია პოლიტიკაში ალბათ გამორჩეული განსაკუთრებით არ იქნება, ვიდრე ამბიცია სხვა კოლეგებისა ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ ჯერ საქართველოს ამბიცია, რომ დაამკვიდროს გარკვეული პრინციპები ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში, რაც სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეის შემოტანასა და პოლიტიკური გაგებით ქართველის კონცეფტის დამკვიდრებას ემსახურება, რაც ერთგვარად ჩვენი იდეოლოგიური წანამძღვარი არის, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, უსუდან მე სიტყვა იდეოლოგია არ მომწონს, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ფიქრობ, რომ შედეგი უნდა იყოს გამსაზღვრელი და შედეგის მიხედვით ხდება რესურსის ინვენტარიზაცია. ამიტომ ამ მხრივ შეიძლება ჩვენ გარკვეულწილად იდეოლოგიისგან განსხვავებული უფრო ტექნოკრატებიც ვართ ამ მიდგომაში, მაგრამ თუ იდეოლოგიაზე მეკითხებით, რომ ერის სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ქართველი ერის როგორც პოლიტიკური სუბიექტის სისტემური ერის ჩამოყალიბება, როცა ჩვენ უნდა გამოვიდეთ ეთნიკური ნაციონალიზმის კლანჭებიდან და როდესაც სიტყვა ქართველი არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ ეთნიკურ, რელიგიურ ან სხვა ნიშნით გამორჩეულობასთან, არამედ ეს უნდა იყოს პოლიტიკური კატეგორია, ჩვენი აზრით, ჩვენი ხელწერით, ჩვენი მიდგომით, იმ ნარატივით, რომელსაც ჩვენ ვავრცელებთ და მათ შორის ჩვენი ნამუშევრებით, ეს წერილობით იქნებოდ უზეპირი გამოსვლები, ჩვენ სწორედ ასეთი ხაზის გაგვალვას უწყობთ ხელს. გარდა მაგისა, ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულობა არის ის, რომ
პრაქტიკულად ყველა ჩვენი მიდგომა, ყველა ჩვენი შეთავაზება უკავშირდება ერთს თავარ განსაზღვრელს. არა მარტო გაჯანსაღებას და განორმალურებას ქვეყნის შიგნით, არამედ როგორ შეიძლება საქართველოს იქცეს გეოპოლიტიკურ აქტორად მინიმუმ თავის რეგიონში, იმიტომ რომ მე ვახსენე კომპაქტურიერი, მე ვახსენე რთული გარემო, ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ, რომ ჩვენი ამბიციით ყოველთვის მზადყოფნაში ვიქნეთ, რომ ჩვენ თავზე მაღლა ახვდეთ, სხვაგვარად 10-15 წლიან პერსპექტივაში ჩვენს მობილურობაზე, ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე, უბრალოდ ჩვენს ადგილზე რეგიონში საუბარიც კი ზედმეტი იქნება. და როგორ შეიძლება ზოგადად ნებისმიერ საკითხზე, როგორ შეიძლება რაიმე საკითხების მოგვარება ან რაღაც პრობლემების გადაჭრა, ალბათ მთავარია, რაზეც პარტიები უნდა ესაუბრებოდნენ მათ შორის ამომრჩევლებს, იმიტომ რომ ალტერნატივის ძიებაში მუდმივად გვაქვს ეს უკმაყოფილება, რასაც ხედავთ ალბათ მოქალაქეებში, რომ ალტერნატივა ან სხვა რეალობის უფრო ნათლად განახილვის პრობლემაა. ჩვენ იმდენად გვესმის სიტყვა ალტერნატივა, რომ თითქოს და ამ სიტყვამაც თავისი ავთენტური დატვირთვა დაკარგა. ჩვენ ასევე ხშირად გვესმის სიტყვა მესამე ძალა. სიმართლე რო გითხრათ, აქ განსაზღვრელი არც პირველობა არის, არც მეორე ადგილზე ყოფნა და არც მესამეზე. მთავარი არის, რომ შენ შეძლო მოახდინო გავლენა და ზემოქმედება პროცესებზე. ამაზე ჩვენ პრეტენზია გვაქვს, თუმცა ამავე დროს ვაცნობიერებთ კარგად, რომ ქართულ სინამდვილეში, როდესაც ერთპარტიული მმართველობა უნდა ჩაბარდეს წარსულს, მხოლოდ მრავალხმიანობა ახლა ჩვენ უსმენთ ალიანსის შიგნით მიმდინარე ძალიან რთულ პროცესებს და მე რა თქმა უნდა შეგნებულად თავ შევიკავე კომენტარისგან, იმიტომ რომ ეს მათი შიდა სამზარეულო არის, მაგრამ სიცხადე ხელწერაში, სიცხადე მიდგომაში და სიცხადე მათ შორის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში უკვე ოპოზიციაში ყოფნის პირობებში ჩვენ შეგვიფნის იმ სარწმუნო ხიდს ჩვენს ამომრჩეველთან, რომ აქ დამკვიდრებულ კულტურას ჩვენ გადავიტანთ მაშინ, როდესაც აღმოჩნდებით ხელისუფლებაში და სწორედ იმ ზემოქმედების მოხდენის ქმედითი საშუალება გვექნება. ან თქვენ მზად ხართ სხვა პარტიებთანაც თანამშრომლობისთვის? ჩვენ მზად ვართ, იმიტომ რომ სხვაგვარად არის შეუძლებელი, სხვაგვარად არის წარმოუდგენელი, სხვაგვარად არის ძალიან ბანალური და სხვაგვარად არის ძალიან ისეთი მეტი ჩარა პოზიციაში შეიძლება მოვექცეთ, მაგრამ როცა მე მე მეკითხებიან სტრუქტურულ ურთიერთობაზე, კიდევ ერთხელ იმ დათქმით, ახლა ჩვენ ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი გამისწორეთ მსხვილი სტრუქტურული გაერთიანება ოპოზიციის გვაქვს ალიანსის სახით და ვთქვით კიდევაც, რომ ძალიან რთული პროცესები მიდის და მე მათ მოუწოდებდი, რომ დროზე ჩამოყალიბდნენ ერთმანეთში და საკუთარ ამორჩეველთან, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ეს ამას მიაქვს ძალიან დიდი დრო, არა მარტო საეთერო, არამედ ზოგადად ჩვენი ფიქრი და გონება ხშირად მაკეთკენ არის, ხო, თქვენი განსაკუთრებით მიმართული, მაგრამ სტრუქტურულ ერთეულ ურთიერთობაზე ალბათ საუბარი ძალიან რთული არის, მაგრამ პირადი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, პარტია პარტიასთან ურთიერთობა ეს აბსოლუტურად ნორმალური არის და რაც თავარია ჩვენი გამაერთიანებელი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ მიმყოფებით. ამაზე მეტ გამაერთიანებელ ფაქტორს და სტიმულს, რომ სურვილი, საერთო სურვილი, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ქვეყანა სწორ ნიადაგზე გადავიყვანოთ, მე სიმართლე რომ გითხრათ არ მესახება და ვერც დამესახება. და ბოლოს კითხავთ მას შემდეგ, რაც ჯერ საქართველოს პარტიად ჩამოყალიბდება, რა იქნება მისი ფინანსური რესურსი, როგორ მოიძიებს, ან რა ბაზაზე იქნება ის? ამ წუთის ჩათვლითა და მთელი გზა გამვლილი იქნა პირადი ენთუზიაზმის და პირადი ამ სიტყვის სრული გაგებით შემოწირულობების ხარჯზე, რა თქმა უნდა ჩვენ ხა ტექნოკრატია ვახსენდა რეალიზმი, მე აბსოლუტურად ვაცნობიერებ კოლეგებთან ერთად, რომ დიდი ამოცანების მიღწევა შეუძლებელი იქნება ფინანსური რესურსის გარეშე. იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის უკიდურესად დიდი გამოწვევა, ამიტომ ალბათ ჩვენ პირველ რიგში ვივლით ნებაყოფლობითი შემოწირულობების ხარჯზე, თუ პოლიტიკური სივრცე და კანონმდებლობა მოგცემს მეტ საშუალებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვისარგებლებთ, მაგრამ მთავარი წანამძღვარი ნებისმიერი ფინანსური რესურსისა არის ჩვენი ემოციური იდენტობა, ჩვენი შინაარსობრივი იდენტობა, ის რაც აკლია ბევრ სხვა მოთამაშეს, რომლებსაც რესურსი აქვს ფინანსური, მაგრამ აკლიათ ის, რაც ჩვენ გვაქვს უხვად. დიდი მადლობა. მადლობა. კანონმდებლობა ახსენეთ. ხომ არ ელოდებით რაიმე სიურპრიზებს თუნდაც რეგისტრაციის პროცესში, ან არ ვიცით, ხედავთ რა დამოკიდებულებას ავლენს ქართული ოცნებური პარტიების? და გულახდილად რომ გითხრათ, ამის წინ ძალიან პედანტურად გავდიოდით სადამფუძნებლო დოკუმენტებს და მე საკუთარი თავი
გამოვიჭირეთ იმ ფიგზე, რომ ვაი პირველ ჯერზე გაგვატანო რეგისტრაციაში ამას ხომ მოყვება მთელი ვაიბიში კონსპიროლოგიის შესახებ. ამიტომ ნახეთ რა უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდით ქართულ რეალობაში, რომ ვეღარ გაიგებ რა ჯობია პირველ ჯერზე რეგისტრაცია თუ რეგისტრაციის ჩაბარდა. ესე ჩვენი რეალობის ძალიან აშკარა დემონსტრირება. მადლობა.